მსოფლიოს ბოლოში არსებობს ადგილი, რომელიც არარეალურად გამოიყურება. კონტინენტი, რომელიც იმდენად ცივი, ცარიელი და შორეულია, რომ ადამიანების უმეტესობა მას რუკაზე უბრალოდ თეთრ ლაქად აღიქვამს. რაღაც მეორე ხარისხოვანად, თითქოს შემთხვევით არსებული სივრცე. იქ არ ანათებს ქალაქების შუქები, არ გადის გზატკეცილები, არ ფრიალებს დროშები და მაინც ეს ჩომი მიწა ადამიანთა ბედზე ბევრად უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე დედამიწის თითქმის ნებისმიერი სხვა ადგილი. ეს ადგილი არის ანტარქტიდა. ანტარქტიდა ხშირად წარმოგვიდგება როგორც გაყინული უდაბნო. ადგილი, რომელიც მხოლოდ მეცნიერებსა და პინგვინებს ეკუთვნის. მაგრამ ეს სურათი საშიშად არასრულია. ანტარქტიდა მხოლოდ ყინული არ არის. ის მხოლოდ სიცივეც არ არის, ის არის სისტემა. სისტემა, რომელიც პლანეტას ჩუმად აბალანსებს. და თუ ეს სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, შედეგები მსოფლიოს ბოლოში არ დარჩება. ისინი ჩვენამდე მოვა. ანტარქტიდა უნიკალურია ისე, როგორც არც ერთი სხვა კონტინენტი. მას არ ჰყავს მკვიდრი მოსახლეობა, არ აქვს მუდმივი ხელისუფლება და არ გააჩნია საერთაშორისო აღიარებული საზღვრები. ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის და საერთაშორისო შეთანხმებით არის დაცული. სამხედრო საქმიანობა აკრძალულია, რესურსების მოპოვებაც ასევე. სამყაროში, სადაც ყველაფერი საკუთრებასა და კონტროლზეა აგებული, ანტარქტიდა გამონაკლისია. ადგილი, რომელსაც კაცობრიობამ შეთანხმებით თავი დაანება. ამ კონტინენტის ქვეშ იმალება დედამიწის მტკნარი წყლის თითქმის 70%, ჩაკეტილი ყინულის ფენებში, რომლებიც რამდენიმე კილომეტრის სისქის არის. აქ ყინულის ნაწილები მილიონ წელზე მეტისაა. წარმოქმნილი მაშინ, როცა ქალაქები, სოფლის მეურნეობა და თანამედროვე ადამიანი ჯერ არ შექმნილა. ანტარქტიდა უბრალოდ ყინული არ არის. ის უძველესი ექსპონენტია იმ დედამიწისა, რომელიც ჩვენამდე არსებობდა და ეს დნობას აგრძელებს. ანტარქტიდის ყინული ისე არ იქცევა, როგორც ჩვენ გონია. ის არ არის სტატიკური და უძრავი, როგორც ქვა. ყინული მიედინება, იხრება, იბზარება. უზარმაზარი მყინვარები საკუთარი წონის ქვეშ ნელა სრიალებენ ზღვისკენ. ზოგიერთ რეგიონში ყინული იმდენად მძიმეა, რომ ფიზიკურად აწვება დედამიწის ქერქს და კონტინენტი ასობით მეტრი ჩაწეულია. თუ ეს წონა შემცირდება, მიწა ნელა ამოსვლას დაიწყებს და ამ გეოლოგიურ პროცესებზე რეაგირებას პირველ რიგში ოკეანე დაიწყებს. თუ ანტარქტიდის მთელი ყინული ოდესმე დადნება, აქვე გეტყვით, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც საუკუნეები დასჭირდება. ზღვის დონე მსოფლიოში დაახლოებით 58 მეტრით აიწევს. ეს ვარაუდი არ არის, ეს ფიზიკაა. მაგრამ სამყაროს შესაცვლელად სრული დნობა არ არის საჭირო. საკმარისია მისი მცირე ნაწილიც. ზღვის დონის მხოლოდ 1 მეტრით აწევა უკვე საკმარისია, რომ დაიტბოროს პორტები, გადაიტვირთოს სანიაღვრე სისტემები, დამარილდეს სასმელი წყლის მარაგები და შტორმები გაცილებით დამანგრეველი გახდეს. აი 2 მეტრი კი ბევრ ქალაქს აიძულებს სახმელეთო ტერიტორია შეიმციროს. ქალაქებს არ სჭირდებათ გაქრობა, რომ დაიღუპონ. საკმარისია ისინი საცხოვრებლად უვარგისები გახდეს. ამ საფრთხის ყველაზე საშიში მხარე მისი სიჩქარეა. ანტარქტიდა არ დნება ისე, როგორც თბილ წყალში ჩაგდებული ყინულის კუბი. იზრდება ნელა, არათანაბრად და ხშირ შემთხვევაში შეუმჩნევლად. და ნელი კატასტროფები ის არის, რასაც ადამიანები ყველაზე ცუდად უმკლავდებიან. ყოველწელს ცვლილებები თითქოს მართვადია. კიდევ ერთი წყალდიდობა, კიდევ ერთი შტორმი, კიდევ ერთი შეკეთება. მაგრამ ნელ-ნელა ხარჯები იზრდება. დაზღვევა ქრება და ინფრასტრუქტურა წყობრიდან გამოდის. ერთ მომენტში კითხვა აღარ არის როგორ შევაკეთოთ, არამედ როდის უნდა წავიდეთ. ასე იხევს უკან ცივილიზაცია. არა ერთ დღეში, არამედ მტკივნეული გადაწყვეტილებების ჩაჭვით 100 წლეულები. ანტარქტიდის გავლენა ზღვის დონეზე არ შემოიფარგლება. ის პლანეტის კლიმატსაც არეგულირებს. კონტინენტის გარშემო ცივი, მძიმე წყალი იძირება და ამოძრავებს ხრბა, ოკეანურ დინებებს, რომლებიც სითბოს და საკვებ ნივთიერებებს მთელ დედამიწაზე ანაწილებს. სწორედ ეს დინებები ქმნის იმ სტაბილურობას, რომლის პირობებშიც ეკოსისტემები და სოფლის მეურნეობა ვითარდება. როცა ანტარქტიდა დნება, უზარმაზარი რაოდენობის მტკნარი წყალი ოკეანეში ჩაედინება. ეს არღვევს მარილიანობის ბალანსს და ასუსტებს იმ დინებებს, რომლებიც დედამიწის კლიმატურ ძრავად ითვლება. როცა ეს სისტემა იცვლება, ამინდი ხდება არაპროგნოზირებადი. გლობალური დათბობა არ ნიშნავს, რომ ყველგან უბრალოდ ცხელა. ზოგან ეს ნიშნავს, რომ უფრო მკაცრი ზამთრები მოვა. ზოგან გაუჩინარებულ მუსონებს, ზოგან ნალექს, რომელიც ერთდროულად მოდის და არა თანდათან. საშიშროება სიცხე კი არ არის, საშიშროება არასტაბილურობაა. სოფლის მეურნეობა რიტმზეა აგებული. სცენარეები ეყრდნობა სეზონებს, ნალექის განაწილებას, ტემპერატურის პროგნოზირებადობას. როცა ეს რიტმი ირღვევა, საკვების სისტემაც ინგრევა ასევე.
მოსავალს არ სჭირდება სრული განადგურება, რომ კრიზისი დაიწყოს. საკმარისია გაურკვევლობა. საკვების დეფიციტი ფასებს ზრდის. ფასების ზრდა უკმაყოფილებას, უკმაყოფილება არასტაბილურობას. ანტარქტიდა, მიუხედავად სიშორისა, დაკავშირებულია ყოველ ლუკმასთან, რომელსაც ჩვენ ვჭამთ. ოკეანეებიც საფრთხის ქვეშ დგას. ანტარქტიდის გარშემო არსებული წყლები მდიდარია საკვები ნივთიერებებით და ქმნის ფიტოპლანქტონის მასიურ ყვავილობას. მიკროსკოპულ ორგანიზმებს, რომლებიც ზღვის საკვები ჯაჭვის საფუძველია. ისინი აწარმოებენ იმ ჟანგბადის ნახევარზე მეტს, რომელსაც ადამიანები სუნთქავენ. როცა დნობა ცვლის წყლის ტემპერატურასა და ქიმიურ შემადგენლობას, ეს ციკლები ირღვევა. თევზის პოპულაციები იკლებს, ეკოსისტემები იცვლება ან ქრება. თევზჭერაზე დამოკიდებული ეკონომიკები სუსტდება. ეს აღარ ეხება მხოლოდ ბუნების საკითხს. ეს არის საკვების, სამუშაოს და ვაჭრობის საკითხი. ანტარქტიდის ყინულში კიდევ ერთი, უფრო შემაშფოთებელი ფაქტორია დამალული. დრო. ყინული ბიოლოგიური არქივია. მასში ჩაკეტილია ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები, რომლებიც ათეულ და ასეულ ათასობით წლის წინ არსებობდნენ. დნობისას ამ მიკროორგანიზმების ნაწილი თანამედროვე გარემოში შეიძლება დაბრუნდეს. აქ აუცილებელი სიზუსტე. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ანტარქტიდის ყინულში მსოფლიოს დამანგრეველი ვირუსი იმალება. ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ გაურკვევლობა თავად არის რისკი. ადამიანის იმუნური სისტემა ჩამოყალიბდა ცნობილ პათოგენებთან ერთად და არა უძველეს მიკროორგანიზმებთან. გლობალურ მასშტაბზე, თუნდაც მცირე ალბათობა უკვე საფრთხეა. ყველაზე ცუდი შედეგი შესაძლოა ბუნებასთან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული. ის შეიძლება ადამიანების რეაქცია იყოს. როცა სანაპიროები იტბორება, სოფლის მეურნეობა ვერ მუშაობს და რესურსები იწურება, ადამიანები გადაადგილდებიან. ისტორიის მანძილზე ეს არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ამჯერად მასშტაბი უპრეცედენტოა. არა მილიონები, ასეულობით მილიონი ადამიანი. კლიმატური მიგრაცია შეცვლის გეოპოლიტიკას. საზღვრები გამკაცრდება. ქვეყნებს გაუჭირდებათ ახალმოსახლეების მიღება. გაიზრდება კონკურენცია მიწაზე, წყალზე და საკვებზე. სისტემები, რომლებიც სტაბილურობისთვის იყო შექმნილი, მუდმივი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. ანტარქტიდის დნობა ერთ კრიზისს არ ქმნის. ის კრიზისების ჯაჭვს აჩენს. დიდი ხნის განმავლობაში ანტარქტიდა სტაბილურად მიიჩნეოდა. ზედმეტად ცივი, დიდი და იზოლირებული სწრაფი ცვლილებებისთვის. დღეს ეს წარმოდგენა აღარ არსებობს. მეცნიერებმა იციან, რომ თბილი ოკეანური წყლები ყინულს ქვემოდან ადნობს. როცა ყინულის შელფები ინგრევა, მათ უკან მდებარე მყინვარები დაჩქარებით იწყებს ზღვაში სრიალს. ეს პროცესი თითქმის შეუქცევადია. ყინულის გაქრობისას მუქი ზედაპირები მზის სხივებს უფრო მეტად შთანთქავს და დათბობა ჩქარდება. ეს უკავშირი კლიმატური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მექანიზმია. ეს ადგილი კიდევ ერთი მიზეზითაა შემაშფოთებელი. ჩვენ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. კონტინენტის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ყინულის ქვეშ იმალება უზარმაზარი ტბები და ლანდშაფტები, რომლებიც მილიონობით წელია მზის სხივს არ უნახავს. ეს ერთ-ერთი ბოლო ადგილია დედამიწაზე, სადაც უცნობი ჯერ კიდევ ცნობილს აჭარბებს. ჩვენ გონია, რომ უდიდესი საიდუმლოებები კოსმოსშია, მაგრამ ზოგიერთი ყველაზე ღრმა საიდუმლო ჩვენს ფეხქვეშაა, ყინულის ქვეშ. და როცა ეს ყინული დნება, ის პასუხებს კი არ გვაძლევს, არამედ კითხვებს ცვლის. სიშორის ილუზია გვაძლევს საშუალებას ანტარქტიდა დავაიგნოროთ. ის შორეული ჩანს ყოველდღიური ცხოვრებიდან მოწყვეტილი, მაგრამ პლანეტა მნიშვნელობას დისტანციით არ ზომავს. ის ბალანსით ზომავს. ანტარქტიდა შორი არ არის. ის ჩვენთანაა სულ კავშირში. რაც იქ ხდება, აქაც იგრძნობა. ნელა მიმდინარე ცვლილება ყველაზე საშიშია. ის გვაძლევს საშუალებას ნაწილობრივ მოვერგოთ და რეალური ქმედებები გადავდოთ. და როცა ცვლილება სრულად თვალსაჩინო ხდება, არჩევანი მკვეთრად მცირდება. სიმართლეს აღიარება რთულია. ანტარქტიდის გარკვეული დნობა უკვე გარდაუვალი. წარსულმა გამონაბოლქვებმა ცვლილებების სისტემაში უკვე ჩაწერა, მაგრამ მასშტაბი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. განსხვავება ადაპტაციასა და კოლაპს შორის დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაგრძელდება დათბობა და რა სისწრაფით. ყოველი გრადუსის მიათედი მნიშვნელოვანია, ყოველი 10 წლეული მნიშვნელოვანია. ანტარქტიდა არ არის აპოკალიფსის საათი, ის ჩვენი ტესტია, წინდახედულობის, თვითშეზღუდვის და კოლექტიური გადაწყვეტილებების. თუ ანტარქტიდა დადნება, მსოფლიოს არ მოიცავს აფეთქებები და ცეცხლი. არ იქნება ერთი დღე, როცა ყველაფერი დაინგრევა. სამაგიეროდ, ცხოვრება თანმიმდევრულად გართულდება. ნაკლებად პროგნოზირებადი გახდება. უფრო მყიფე. საკვები ნაკლებად სანდო ხდება. მიგრაცია მუდმივ პროცესად იქცევა. ყველაზე შემაშფოთებელი სიმართლე კი ესაა. არა ის, რომ ანტარქტიდა შეიძლება დადნეს, არამედ ის, რომ პროცესი უკვე დაწყებულია. იმდენად ნელი, რომ არარეალურად გაჩვენება და ამავდროულად იმდენად სწრაფი, რომ ამ საუკუნეს აუცილებლად შეცვლის. ანტარქტიდა არ გვემუქრება, ის გვაფრთხილებს და ისტორია გვასწავლის, რომ გაფრთხილებებს ადამიანი ხშირად მხოლოდ მაშინ მსმენს, როცა ისინი უკვე კატასტროფად იქცევა. ანტარქტიდა არ არის მსოფლიოს დასასრული. ის არის საზომი, სარკე,
რომელიც კაცობრიობის არჩევანს გვიჩვენებს. ვნახავთ თუ არა ამან არეკლს ნათლად, თუ ისევ გვერდზე გავიხედავ. ეს განსაზღვრავს რა მომავალით არჩევა შესაძლებელი. ყინული დნება. კითხვა არ არის შეიცვლება თუ არა მსოფლიო. კითხვა ის არის, რამდენ ხანს გავაგრძელებთ გულგრილად ცხოვრებას ისე, თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება.